ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა საქართველოს არაკეთილგანწყობილი უწოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, კადიროვმა განაცხადა, რომ პროექტი მეზობელი ქვეყნის, ანუ საქართველოს პოზიციის გამო შეჩერებულია. სინამდვილეში საქართველო ჩვენთვის არაკეთილგანწყობილი აღმოჩნდა, თუმცა დოკუმენტებს ხელი მოვაწერეთ და ყველაფერი გავაკეთეთ. სამწუხაროდ ჩვენს მეზობლებს ჯერ არ სურთ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს, განაცხადა კადიროვმა. მას არაფერი უთქვამს, რა დოკუმენტებს გულისხმობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირდება. ლაპარაკია გზის პროექტზე, რომელიც არღუნის ხეობის ზედა ნაწილში, ჩეჩნეთის რაიონულ ცენტრ იტუმ-კალედან რუსეთს საქართველოს საზღვრის მიმართულებით უნდა გაევლო. მშენებლობა 1997 წელს დაიწყო, თუმცა, როგორც რუსული წყაროები იუწყებენ, 2 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციის გამო სამუშაოები შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კატეგორიული განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად თბილისი არასოდეს განიხილავდა და არც მომავალში განიხილავს ჩეჩნეთთან საავტომობილო გზით დაკავშირების საკითხს.